ტრამპმა მოთმინება დაკარგა ირანთან, მას შემდეგ, რაც ისლამური რევოლუციური გვარდია ცეცხლს გაუხსნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებულ ბაზებს ერაყში. მან ნახა, როგორ ვერ გაართვეს დრონებმა პატრიოტს თავი და მაინც სცადა ქაოსის გავრცელება რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად. ამ სამშაბათს 2026 წლის 9 ივნისს ახლო აღმოსავლეთში კრიზისი კიდევ უფრო გამწოვდა, რადგან თეირანმა მხოლოდ ირანის რეჟიმმა ამოქმედა თავისი ზეწოლის ქსელი ერაყში, გაამწვავა ქურთული რეგიონები, სადაც ზიანი ჯერ კიდევ უცნობია და მისცა განის საშუალება ესაუბრა ახალ წინააღმდეგობის სარტყელზე, ჰორმუზის სრუტიდან წითელ ზღვამდე. ჰუსიტები სამხრეთიდან ისრაელის წინააღმდეგ უბიძგა და მოკავშირეები ჩრდილოეთიდან ზეწოლას აგრძელებდნენ, მაშინ როცა ისრაელის თავდაცვამ ცადახურა სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად. ამავე დროს რევოლუციური გვარდიის მეთაური გაუჩინარდა მოსალოდნელი გამოსვლის შემდეგ. რეჟიმმა სცადა ნებისმიერი შეთანხმების ჩაშლა მილიარდობით დოლარის მოთხოვნით ბირთვული შანტაჟის ფონზე. პოლონეთმა გამოავლინა ირანიდან შემოსული ჰეროინის ტვირთი და გავრცელებული ინფორმაციით დაარღვია დუმილი, როდესაც დაადანაშაულა ისლამური რესპუბლიკა საკუთარი ირანელი ხალხის გატაცებაში ტერორის, ომისა და არასტაბილურობის შესანარჩუნებლად. რას გააკეთებს ახლა დონალდ ტრამპი? რატომ გაზარდა ირანმა ასე ძალიან ფსონი? როგორ შეიძლება ეს დაპირისპირება გადაიზარდოს ბევრად უფრო მკაცრ პასუხში? ყველაფერს ახლავე გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და მოკლე კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. ისლამური რევოლუციური გვარდია ახალი დაძაბულობის ფრონტი გახსნა, როცა ერაყში ამერიკულ პოზიციებს უმიზნებდა. საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ამ ქმედებაში გამოყენებული იყო დრონები და რაკეტები, რომლებიც იმ ბაზებისკენ იყო მიმართული, სადაც აშშ იყო წარმოდგენილი. ამ დროს თავდაცვის სისტემები, მათ შორის პატრიოტის ბატარეები, გააქტიურდა საფრთხის მოსაგერიებლად. მთავარი საკითხი მხოლოდ ტერორიზმი ან თავად თავდასხმა კი არ არის, მთავარი საკითხი არის გზავნილი. თეირანმა სცადა ეჩვენებინა, რომ ვაშინგტონის შეწუხება ჯერ კიდევ შეუძლია, მიუხედავად კვირების განმავლობაში არსებული ბლოკადის, დის, სამხედრო ზეწოლისა და ეკონომიკური წნეხისა. ტრამპი არ გაება მახეში და არ უპასუხა იმპულსურად. ამერიკის სტრატეგია იყო დაუყოვნებელი რეაქციის შეკავება, იმის თავიდან აცილება, რომ ირანს ომის ტემპი აერჩია და ზეწოლის შენარჩუნება იქ, სადაც ყველაზე მეტად ტკივა, ბლოკადაში, მკაცრ დიპლომატიასა და იზოლაციის მუქარაში. სწორედ აქ ხდება კრიზისი უფრო სერიოზული ირანის რეჟიმისთვის. როდესაც თეირანი ამერიკულ პოზიციებს უტევს ან ემუქრება, ის ცდილობს საკუთარი რეჟიმის შიგლით ძალა აჩვენოს. მაგრამ როდესაც თავდასხმა აღკვეთილია და თამაშის წესებს არ ცვლის, დარჩენილი სურათი უფრო გათვლილი სასოწარკვეთისაა, ვიდრე რეალური ძალის. ერაყი კვლავ ჩაერთო ამ სახიფათო თამაში, რადგან მასში მდებარეობს ამერიკული ყოფნისთვის მნიშვნელოვანი ობიექტები და ასევე ირანის გავლენის ქსელის შუაგულშია. რევოლუციური გვარდია იყენებს ერაყის ტერიტორიას მოკავშირე ჯგუფებსა და რეგიონულ მარშრუტებს, რათა გაზარდოს ზეწოლა ისე, რომ ყოველთვის არ აიღოს პირდაპირ ომის სრული ხარჯი საკუთარ თავზე. ეს არის რეჟიმის ძველი ტაქტიკა, პროვოცირება ეტაპობრივად, მოკავშირეების გამოყენება ბრალის გადატანა სხვებზე და გამოცდა, რამდენად შორს არიან მზად შეერთებული შტატები წასასვლელად. მაგრამ ეხლა დონალდ ტრამპმა უკვე ნათლად განაცხადა, რომ არ აპირებს კრიზისის კონტროლი თეირანისთვის გადააბაროს. ამასობაში ისრაელიც დაესხნენ ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. ჩრდილოეთიდან დაძაბულობა დაკავშირებულია ჰეზბოლასთან დაკავშირებულ ტერიტორიებთან ლიბანში. სამხრეთიდან იემენში ჰუთებმა კვლავ სცადეს ისრაელზე თავდასხმა, რაც აძლიერებს აზრს რეგიონალური ალყის შესახებ, რომელიც პროირანულმა ძალებმა მოაწყვეს. ისრაელის თავდაცვა გააქტიურდა და დაფიქსირდა ჩაჭრები დრონებისა და რაკეტების განგაშის ფონზე. თეირანის მიზანი მარტივია: ალყაში მოაქციოს ისრაელის სხვადასხვა მხრიდან, დაასუსტოს საჰაერო თავდაცვა, შიში დათესოს სამოქალაქო მოსახლეობაში და აიძულოს ტრამპი აირჩიოს ან დიდი ომი, ან ცუდი მოლაპარაკება. ტრამპი ჩაერთო ამ ესკალაციაში საჯარო მოწოდებით ისრაელისა და ირანის მიმართ, რომ შეწყვიტონ სროლა. ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც მხარეებმა ახალი თავდასხმები გაცვალეს და მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტა შეირღა. ბენიამინ ნეთანიახუმ დროებით დათანხმდა ირანის წინააღმდეგ ცეცხლის შეჩერებას, მაგრამ შეინარჩუნა ზეწოლა ლიბანში ჰეზბოლასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე. ეს განსხვავება მნიშვნელოვანია. ტრამპს სურს შეაჩეროს უფრო დიდი ომი ირანთან, მაგრამ ისრაელი არ აპირებს დაუშვას, რომ ჰეზბოლამ ცეცხლის შეწყვეტა გამოიყენოს როგორც ფარი, რათა საზღვარზე ხელახლა ორგანიზდეს. ბოლო მოლაპარაკებებში ირანმა კვლავ მოითხოვა მილიარდობით დოლარი, როგორც ნებისმიერი შეთანხმების მიღწევის ნაწილის სახით. ფაქტობრივად რეჟიმს სურს დაჯილდოვდეს მას შემდეგ, რაც თავს დაესხა, დაემუქრა, დააფინანსა შეიარაღებული მოკავშირეები და შეინარჩუნა ბირთვული პროგრამა, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტი. ტრამპს არ შეუძლია ამ მოდელის მიღება ისე, რომ რევოლუციური გვარდიისთვის უზარმაზარი გამარჯვება არ გადასცეს.
თუ ვაშინგტონი ფულს ათავისუფლებს და ზეწოლას ამცირებს ბაზაზე თავდასხმის, ისრაელზე რაკეტის გაშვების და ჰორმუზის სრუტეში მუქარის შემდეგ თეირანისთვის გზავნილი იქნება ნებანათელი. გააგრძელე პროვოკაციები, რადგან ჯილდო შემდეგ მოდის. ამიტომ თეთრი სახლი ცდილობს შეინარჩუნოს ბლოკადა და რეჟიმი რთული არჩევანის წინაშე დააყენოს. ან თეირანი მართლაც უკან დაიხევს, ან გააგრძელებს ფულის, გავლენისა და სამხედრო შესაძლებლობების დაკარგვას. ისმაილ ღანის, რომელიც რევოლუციური გვარდიის სტრუქტურასთან არის დაკავშირებული, განცხადებამაც ასევე გააჩინა განგაში. მან ისაუბრა წინააღმდეგობის სარტყელზე, რომელიც ჰორმუზის სრუტიდან ბაბ-ალ-მანდაბამდე გავიდოდა, სპარსეთის ყურესა და წითელი ზღვის გავლით. უბრალო ენაზე თარგმნისას რეჟიმი ცდილობს გაყიდოს იდეა რეგიონული ქსელის შესახებ, რომელიც ერთდროულად შეძლებს ენერგიის, ვაჭრობის, ისრაელისა და დასავლური ბაზების დამუქრებას. ეს რიტორიკა ემსახურება მოკავშირეების გამხნევებას და მოწინააღმდეგეების დაშინებას, მაგრამ ასევე აჩვენებს, რამდენად დიდია ირანის ფსონი მილიციებსა და შეიარაღებულ ჯგუფებზე. თეირანისთვის პრობლემა ისაა, რომ ამ თავდასხმებიდან ბევრმა ვერ მიაღწია დაპირებულ შედეგს. დრონები ჩამოაგდეს, რაკეტები გაანეიტრალეს და ზეწოლის მცდელობები დიდ სამხედრო ეფექტს არ მოჰყოლია. ეს სიტუაციას მშვიდს არ ხდის, რადგან საკმარისია ერთი შეცდომა, რომ ამერიკელები, ისრაელელები ან სხვა ქვეყნების სამოქალაქო პირები დაიღუპონ და კრიზისი ბევრად უფრო მკაცრი პასუხისკენ წავიდეს. მაგრამ ეს აჩვენებს, რომ რეჟიმი ძვირადღირებულ რესურსებს ხარჯავს შეზღუდული ეფექტისთვის, სწორედ იმ დროს, როცა ბლოკადის, სანქციებისა და შემოსავლის შემცირების პირობებში იმყოფება. ერახში, ქურთულ რეგიონებში და ერბილის მახლობლად თავდასხმების შესახებ ცნობებმა ასევე გაზარდა შეშფოთება. ზიანი ჯერ კიდევ ბუნდოვნად ჩანს გავრცელებულ ინფორმაციაში, მაგრამ ის ფაქტი, რომ ერბილის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონები იქნა გადაჭერილი, აჩვენებს, რამდენად დაუცველია რეგიონი. ირანის რეჟიმმა იცის, რომ ერატის ჩრდილოეთი სენსიტიურია. იცის, რომ იქ ამერიკული ინტერესებია და იცის, რომ ნებისმიერი თავდასხმა იქ შეიძლება ვაშინგტონისთვის გზავნილი იყოს ისე, რომ პირდაპირ არ დააზიანოს შეერთებული შტატების ტერიტორია. კიდევ ერთი საკითხი, რომელმაც ყურადღება მიიპყრო, იყო მოსალოდნელი განცხადების საჯარო დარგამოჩენა, რომელსაც ელოდნენ რევოლუციური გვარდიის ერთ-ერთი ხელმძღვანელისგან. მოსალოდნელი იყო ეს განცხადება, მაგრამ ის განსაზღვრულ დროს არ გამოჩნდა, რამაც გაზარდა სპეკულაციები შიდა ზეწოლის, უსაფრთხოების რისკის ან ირანის ხელმძღვანელობაში არაორგანიზებულობის შესახებ. რეჟიმში, რომელიც პროპაგანდაზეა დაფუძნებული, ასეთი ყოველი არარსებობა ეჭვის საწვავად იქცევა. როდესაც მანქანას ძალისჩვენება სჭირდება და მნიშვნელოვანი ფიგურა ტრიბუნიდან ქრება, სიჩუმეც კი სისუსტეზე მიუთითებს. კრიზისს სამხედრო სფეროს მიღმაც მძიმე კომპონენტი დაემატა. პოლონეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა ირანიდან შემოსული დაახლოებით 1 ტონა ჰეროინის ჩამორთმევის შესახებ, რომელიც დეკორატიული აგურის ტვირთში იყო დამალული. ოპერაცია იქნა მიჩნეული ერთ-ერთ ყველაზე დიდად ამ ტიპის შემთხვევებს შორის ბოლო წლებში ამ ევროპულ ტერიტორიაზე. ეს ამბავი უარყოფითად აისახება თეირანის იმიჯზე იმ დროს, როდესაც რეჟიმს უკვე ადანაშაულებენ იმაში, რომ ნებისმიერი გზით ცდილობს ფულის მოპოვებას გავლენის, მილიციებისა და რეპრესიების შესანარჩუნებლად. რეზა პახლავი, ირანის ოპოზიციის ლიდერი, ემიგრაციაში ისარგებლა ესკალაციით და რეჟიმი დაადანაშაულა იმაში, რომ ირანის ხალხი კიდევ ერთ კრიზისში ჩაითრია. მან განაცხადა, რომ ისლამური რესპუბლიკა ირანელების სიცოცხლეს იყენებს როგორც ინსტრუმენტს ტერორის, ომისა და არასტაბილურობის ექსპორტისთვის. კრიტიკა პრობლემის პოლიტიკურ გულს ეხება. ირანის ხალხი ფასს იხდის მაშინ, როცა რევოლუციური გვარდია ცდილობს საკუთარი ძალაუფლება გადაარჩინოს გარე თავდასხმებით, შიდა რეპრესიებითა და პროპაგანდით. ფელავის ეს განცხადება ასევე ამყარებს მნიშვნელოვან შეფასებას ტრამპისთვის. პრობლემა მხოლოდ რაკეტებისა და დრონების სერია არ არის. პრობლემა არის სტრუქტურა, რომელიც იყენებს ჰეზბოლას, ჰუთებს, მილიციებს ერახში, ზეწოლას ჰორმუზის სრუტეზე და ბირთვულ მოლაპარაკებებს, როგორც ერთი და იმავე შანტაჟის ნაწილებს. თეთრი სახლი ამ სიტუაციას უყურებს და ხვდება, რომ სუსტი შეთანხმება მხოლოდ რამდენიმე თვეს მოიტანს სიმშვიდეს, სანამ რეჟიმი დაბრუნდება უფრო შეიარაღებული, უფრო დაფინანსებული და უფრო გაბედული. მე ვარ მილსონ ალვესი, გლობალ ინტერნაციონალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღეს სიმართლით კარგად ინფორმირებული გაგხადო. ახალი ამბების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დაუტოვე ლაიქი ამ ვიდეოს, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.